დავიწყე გადაღება, ესე იგი გოლი გააქვს. არა ეს რა როგორც ბუდუმ გაიტანა 26 მარტს საბა გოგლიჩიძეს გაქვს სადებიუტო გოლი საბა გოგლიჩიძეს გაქვს სადებიუტო გოლი აი საბა გოგლიჩიძე Shintanawa
კაშია და ბავშვები. გურამ კაშია და ბავშვები, ნახეთ. ხელი სტადიონი მისდევს მას. ყოჩა გურამ, ყოჩა. ბავშვები. გამარჯვებას ორი მატჩის ჯამში 9-1 აჩვენებთ საქართველოს ნაკრებმა რომ ქვემოთ უნდა ჩავსრულიყავით ჩვენი ადგილი უფრო ზემოთ არის. რა თქმა უნდა არ ღირდა ქვევით ჩასვლა არიან იქ ჩვენი დონის ნაკრებები და ჯობდა ბ ჯგუფში დარჩენა მეტი კონკურენციისთვის და ესე უფრო გავიზრდებით. გიო რამდენად თავდაჯერებული და თავდაჯერება მომატებული ჩადიხარ კლუბში ესეთი კარგი თამაშების შემდეგ? არ მაქვს ეს თავდაჯერებულობა. მაგრამ რა თქმა უნდა ნაკრების თამაშები და როცა სახლში ჩამოვიდივარ ორმაგად მეხმარება მოტივაციის და ენერგიის აღდგენაში რაც გჭირდება ხოლმე რომ კარგად ვთამაშო. თქო იქ დავანოკეთ აკუნე დავაფინიშო და იყო თუ ეს დაფინიშება. ერთ მისიონზე გავუნ დინამო არენაზე და რასიანში სტადიონზე თამაში. ისტორიული სტადიონია ყველა ვიცი და ჩვენ უფრო დიდი ისტორია შევძლებთ ამ სტადიონს ერთი წლის წინ და ბედნიერი ვარ რომ დღეს აქ დავბრუნდით და გამარჯვებით დავიწყეთ ახალი წელი. გუშმატკივრებს ნაყოფილი ხარ? რა თქმა უნდა დიდი მადლობა მინდა ყოველთვის გადავხდი მადლობა ჩვენ გუშმატკივრებს იმიტომ რომ არ გაჩერებულან და ყოველთვის გვერდში ვიდგანან და არაფერს უშედეგო ვიგებთ თუ ვაგებთ. მადლობა. მაისურით დინამო არენაზე როგორ შეიძლება? ძალიან მაგარი შეიძლება ძალიან უმეტეს ორჯერ თამაშობს სტადიონზე უკვე მაგრამ მაგაც მითხრა ბევრი ამბობს ჩვენ კარიერაში ვაფშე სხვა ცნობაა თითქმის აღლას ვერ ვწნო რა აღლა ვერ ვიწნო ხელა მიფრინო სპანებისგან რომ ენერგია სულ მაქვს და ასე იქნება სულ ნაკრების მაისური დარწმუნებული და ბედნიერი ვარ გამაჯერებელი გამარჯვებით და იმით ვარ ბედნიერი რომ არ მოვაკლო და შიც ეს თამაშები თვითმცემლის ამაღლებაში თუ დაგიხმარება რა თქმა უნდა ჩვენთვის საქართველოს ეროვნული კარიერა დიდი გადადგმული ნაბიჯია რაღაც ისეთ შექმნა მოხდა ჩავდივარ იტალიაში ჩემპიონის ლიგა და მექნიკის სასტარტო თამაში გამბედია სპორტელად რას უნდა მოგაცი სავა კაშოსთან ითამაში ახლა წელში წინათ სომხეთთან სხვა წყვილში მოგვიწიათ თამაში რა განსხვავებები იყო და მაინტერესებს სამომავლო ფორმაციაში სად ხედავს შენს თავს 4-4-2-ის ფორმატში თუ უფრო ხუთწელიან ტაქტიკაში უკეთესად გამოვიდა ჩემთვის უერთია ფორმაციას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვფიქრობ ორივე ფორმაცია შემიძლია თამაში და არანაირი განსხვავება არ მიგზნია არც პირველ თამაშში და არც მეორეში იმიტომ რომ ყველაზე მაგარი ამ ნაკრებს რაც აქვს ყველა ფეხბურთელი მაღალი დონისაა და პირველ თამაშიც და მეორე თამაშიც ჰქონდა დახმარება ჰქონდა გუნდელების ხარდაჭერა კარნახი და ძალიან მაგრები არიან ძალიან დამეხმარნენ ბიჭები რა ერთ ამის თქმა შემიძლია არანაირი განსხვავება არ იყო პირველ თამაშში და მეორე თამაშიც ჩემთვის სულერთი იყო იმედგება როგორიც იქიდან გამომდინარე რომ აქ ამ ნაკრებს ესურსი რომ ინცა უნდა იგეს მაგალ დონის თამაში აქვს. ეს ყველაფერი ამ ორ გუნდს შორის სხვაობას. ფიქრობ თავდაპირველად მინდა, იმიტომ რომ რა უფრო როგორ თქვა. უფრო მე ბევრად მაღალი დონის გუნდი ვარ და აისახა ეს ძალიან ანგარიში, მაგრამ არ ვიცი. ესე ცხოვრებას მართლა არ ველოდი, იმიტომ რომ სოფლის ნაკრები არ არის. სულ ნაკრები რამოდენიმე თამაში უყურებ და ძალიან გამართულ ფეხბურთს თამაშობ და მაგრამ ხო დღევან ამ ორ თამაშს თუ შევაჯამ სოფლის ნაკრები ძალიან იოლად გამოგვივიდა ორივე თამაშის თამაში, ამიტომ შეფასებას ანგარიში ასახავს რა ჩემს. იმ თამაშს გამოტოვე თითელი განათლების გამო რაც უჩვეულოა რომ შენ ითვლია დარწმუნებულია როგორი გზნობა იყო სკამი განყურება ნაკრების თამაშის კაპიტანის. და რას ფიქრობ მაგას დავამატოთ რას ფიქრობ საბას დებიუტზე? საბას დებიუტზე ვისაუბრე ძალიან ბევრი საბა არის ძალიან მაგარი თვისებები აქვს ცენტრალური მცველისთვის არის სწრაფი არის ფიზიკურად ძლიერი აი ეს ორივე ატრიბუტი როცა ცენტრალურ მცველს გაქვს ხარ ძალიან მაგარი მცველი ფეხბურთი როგორ ვთქვა ზნობით თამაშობს და ძალიან უყვარს ორთაბრძოლებში ორთაბრძოლებისში შესვლა
ძალიან იშვიათი რამეა მცველისთვის და ძალიან მაგარი თვისებები აქვს. ის იქნება არის მომავალი ცენტრალური მცველი, რომელიც იქნება წლები და გამოადგება საქართველოს ნაკრებს არის. გურამ კავშირისთვის რას ნიშნავს დინამო არენაზე დაბრუნება და თამაში? დღეს პირველი თამაში იყო საბერძნეთის შემდეგ ეს თამაში და ძალიან რაღაც ის ქონდა. გასახდელში შევიდი ბიჭები ერთმანეთს ვეკითხებოდით, რომ ის მოგონებები ქონდა ბოლოს რაც საბერძნეთთან იყო და ძალიან მაგარი მომენტი იყო. არის თუ არა კიდევ ერთი შემიოცნება თუნდაც სოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა და თამაში და ამისთვის შენ თუ გამოყადა მზაობას და აპირებ თუ არა ამ ყველაფერს? ძალიან რთული გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ ძალიან რთული გზა გავიარეთ ევროპის ჩემპიონატამდე. ვფიქრობ, დღევანდელი პერფორმანსი პირველი ტაიმში შეაფასო, ესე რომ ვითამაშოთ. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ტოპ გუნდი არა, მაგრამ საშუალო გუნდის ტოპ საშუალო გუნდის დამარცხება შეგვიძლია, იმიტომ რომ ისეთი გამორჩეული ფეხბურთელები ყავს აუცილებლად რაღაც იმედი გაქვს გოლს გაიტან აუცილებლად. ამიტომ ვფიქრობ იმედი და შანსი გვაქვს, რა თქმა უნდა და თავი არ უნდა დავზოგოთ, ჯანმრთელად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი დრო არის ახლა პირველ შემდეგ ოფიციალურად თამაშამდე ახლა შეფასებას აზრი არ აქვს ეს თვეში. რა მდგომარეობა იქნება, ვინ როგორ ფორმაში იქნება, ვინ ჯანმრთელად იქნება, ახლა რთული არის მაგაზე ლაპარაკი. სანამ სექტემბრამდე 6 თვე არის, კიდევ უნდა დაველოდოთ ძალიან. მადლობა გურამ. უფრო მაღლა თუ B დივიზიონი? ალბათ ამ მომენტში იქ ვართ საზოგადოების საუბაროდ. ჩვენი მაქს მიზანი იყო რა თქმა უნდა გავჩენილი ყავით B დივიზიონში, რადგან განვითარებისთვის და კიდევ უფრო გაზრდისთვის აუცილებელი იყო B დივიზიონში ყოფნა და ისეთ გუნდებთან თამაში, რომელიც ამის საშუალებას მოგცემდა, ეს მოვახერხეთ ძალიან კარგი თამაშით და მაღალი დონის ფეხბურთით, რაც დერეგზე არის. ერთი წლის შემდეგ დავბრუნდით დინამოზე, რამდენად მოგენატრათ ფეხბურთელებს, შენ იყავ ის ფეხბურთელი, ვინც ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა დინამოზე ნაკრები და გოლი გაიტანა პირველმა. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, ალბათ რომ დინამო არენაზე თამაში არის ჩვენთვის განსაკუთრებული. საერთოდ ალბათ ჩემთვის პირადად ესეთ ბევრ სხვა სტადიონზე თამაშია, მაგრამ ესეთი განწყობით მოედანზე არასად არ გავდივარ და ეს შემოქმედვარი რომელიც ამ მოსახლეობას გასაოცარია, ეს სტადიონი განსაკუთრებელია და ხარია რომ დაბრუნება დინამო არენაზე ასეთ კარგი თამაში გამოჩნდა.